მოსამართლე ხალბატონმა ნინო ელოფიძემ დღეს დამაჯარიმა 500 ბარით და არ გაითვალისწინა რეალურად არც ერთი ეს მოცემულობა რაც იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო მედავებოდა 20 საათსა და 17 წუთზე გზის გადაკეტვას. ვიდეო მასალებში ჰქონდათ მოწოდებული 20 საათი და 38 წუთი და მე 20 საათსა და 17 წუთზე ვიყავი მაკდონალდში სანაპიროზე. მოსამართლე მესენი არცეთი არაფერი არ გაითვალისწინა, არ ვაპირებ გაჩერებას, ვაპირებ გავაგზავნო, თუ საჭირო იქნება სტრასბურგამდე ჩავა. 5000 ლარით დამეჯარიმეს, წარმოადგენს ვიდეოები, სადაც უკვე ვიდექი გადაკეტილ რუსთაველზე და მეც ეგრევე მახსოვს, რომ მოვიდა მარში, გადაიკეტა გზა და სამართლო ამტკიცებს, რომ მე უკვე გადაკეტილი გზა ალბათ კიდევ ერთხელ გადავკეტე. შემთთვის ეგრე ჩანს. მარში შემოვერთა დაახლოებით 9:20 წუთი აკლდა, გადაიკეტა გზა და ჩემი კადრი არის უკვე 10:06 წუთზე. შესაბამისად უკვე გადაკეტილზე გადავედი გზაზე. რეპრესიული მანქანის მთავარი გოლი არის ზუსტად სასამართლო, რომ არა სასამართლო ის ნიღაბ ჩამოფარებული ადამიანები ვერ გაბედავდნენ იმ თავპირის მკვლევას, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რომ ნებისმიერი რამე აქ მოვა და აქ გაправდება. მიმდინარეობს თქვენი ხელით, ბატონო მოსამართლე, ფინანსური ტერორი ადამიანების და სხვა არაფერი არ არის თუ არა ფინანსური ტერორი, როდესაც 5,000 ლარიან ჯარიმას როგორც რაღაც ლუდის ჩეკს გამოუწერთ ისე ადამიანებს.